ჩიხური მდგომარეობა კი რთული მდგომარეობაა, რა თქმა უნდა ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ როგორც წარმოაჩენს ხელისუფლება, რომ თითქოს არსებობს აქ ორი მხარე, ეს ესე ნამდვილად არ არის. აქ არ არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე და არ არის საზოგადოება გაყოფილი ორად და ნუქმნიან ამ ილუზიას თითქოს რაღაც ერთმანეთს უპირისპირდებით და გავიყავით თითქოს და რაღაც სხვა პოლუსზე ვართ. არა, აქ არის ერთი ჩვენ საზოგადოება მთლიანად, რომელიც წარმოადგენთ საზოგადოების იმ ნაწილს და ყველაზე ინტელექტუალურ ნაწილს ერის, ვინც ქმნით დოვლათს, ვიხდით გადასახადებს და გვაგვაქვს ჩვენი სახელი ჩვენი ქვეყნის გარეთ და ვახდეთ პოპულარიზაცია საქართველოსი და მეორე მხარეს არის ერთი ადამიანი, ეს ავანტყოფი რუსი ოლიგარქი, რომელიც იღებს პირდაპირ დავალებებს რუსეთიდან იმისთვის, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში რამენაირად იქნებ გადავიდეს მთლიან რუსულ ორბიტაზე. რაც მთლიანად გამორიცხულია, იმიტომ რომ ესენი რა მეთოდებსაც იყენებენ, რაც რომელმაც შეიძლება გაამართლოს ბელორუსში, რომელმაც შეიძლება გაამართლოს რუსეთში. აქ საქართველოში არ გაამართლებს, იმიტომ რომ აქ ჯერთიც თაობები იბადებიან აბსოლუტურად თავისუფალ საქართველოში. ეს ის თაობაა, რომელიც პირდაპირ თავდადებით იბრძოდა პირველ დღეებში წინა ხაზზე რუსთაველის გამზირდა მიმდებარე ტერიტორიებზე 22-23 წლის ახალგაზრდები, რომლებიც უკვე დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში და არა ისე როგორც ჩვენ არა, ჩვენ დაბადებული ვართ საბჭოთა კავშირში სამწუხაროდ. ეს ის თაობა, რომელმაც საბოლოო ჯამში ეს უსამართლობის განცდა და ის რაც აი ეს ბოლოს 12 წელი გროვდებოდა, რომ რეპრესიები უფრო და უფრო მეტი წნეხი მოქალაქეებზე ნელ-ნელა რუსულ ორბიტაზე გადაყვანა ქვეყნის, საბოლოო ჯამში ამ უსამართლობის განცდამ პოვა ის გზა, რომელსაც ახლა გავდივართ და გაგვაერთიანა, მადლობა როგორ უთხრა, მაგრამ ჭყალებში მადლობა ამ რუს ოლიგარქს იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი ახლა ვდგევართ ერთად, ყველანაირი განმასხვავებელი ნიშნით აბსოლუტურად, რომელიც ჩვენ შეიძლება განმასხვავებდეს, გაერთიანებოთ ერთი იდეის გარშემო, რომელიც აი ეს იდეა არის თავისუფლება, რომელიც ჩვენ სიმწრით მოგვიტანეს საუკუნეების განმავლობაში ჩვენმა წინაპრებმა და არაერთი სისხლის ფასად და არაერთი სხვერპლის ფასად და ჩვენ საბოლოო ჯამში მოვახერხეთ, რომ გავერთიანებთ მაგრამ აი როგორ უნდა დავახევინოთ უკან აი ამ რეჟიმს? ეს არის ახლა ჩემი კითხვა. აი მე წაიღანაც ვამბობდი. ჩვენ ვდგავართ, ჩვენ ვიბრძვით, გვაქვს თანადგომა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. აი ესედაც აუცილებლად ჩამოეშლებათ, უკვე ჩამოშლილია და ჩამოეშლება და რას აპირებენ? ახლა რაღაც 100 კაცს ძალიან ბევრი ფული აქვს და გამდიდრდა რაღაცა უკიდეგან და გასაგებია, მაგრამ თელ საქართველოს რას ეუბნებიან მე? მით უმეტეს რომ პროტესტის ფორმები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. არის საუბარი გაფიცვებზე და 2 საათიან გაფიცვებზე ბიზნესის, აი მოკლედ საბანკო სექტორთან დაკავშირებით არის მოწოდებები. ან პროტესტი რეალურად არსად არ მიდის, არსად უკან არ წავა, არც ეს ბრაზი არ წავა უკან და მართლაც არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს გაჩერებას, ხო? არ ვიცი, როგორ შეიძლება შენი ქვეყანა დაუთმო რუსეთს. ვერც გავჩერდებით, გამორიცხულია ხა ყავს უამრავი დაპატიმრებული აქტივისტი და უდანაშაულო მოქალაქე, რომლებიც ძალიან ბევრი წელია მუქრებათ სისხლის სამართლის მუხლებით. ეს ბრაზი რა თქმა უნდა არსად არ წავა და გაგრძელდება, ეს აკუმულირებულია ძალიან კარგად საზოგადოებაში და აუცილებლად კიდევ უფრო გამწოვდება, იმიტომ რომ გამორიცხულია ამ რეჟიმმა კიდე არ დაუშვას შეცდომები. ეს რეჟიმი ისეთ ყოველი რაღაც პატარა გამოწვევის შემდეგ უკვე იმდენჯერ დაუშვეს შეცდომა, რომ ეს კიდევ უფრო დიდ პროტესტს აჩენს საზოგადოებაში და ამას აუცილებლად კიდე გააკეთებენ. ჩვენ წინ გველოდება 29 დეკემბერი, როცა ჩვენ პრეზიდენტს გაზდის უკვე ინაუგურაცია იქნება ამ ეგრეთ წოდებული ერთუჯრედიანის პრეზიდენტად და გაზდის ამათი ჭკუით სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა. ეს იქნება ალბათ ის კიდე ერთი მომენტი, სადაც ოცნება საკმაოდ დიდ შეცდომას დაუშვებს. მე ვთქვათ, ახალი წლები მოდის, რომელსაც აუცილებლად ჩვენ ყველანი შევხვდებით ყველანი ერთად შევხვდებით ახალ წელს. შევძლებთ დავდეთ ჩვენ მაქსიმუმს, რასაც ვაწარმოებთ, რასაც ვაკეთებთ, იქ გამოვიტანოთ ეს ჩვენი პროდუქცია და ვანახოთ ზოგადად ჩვენი ერთობა და ის თუ ვინ და აუცილებლად ის კომპანიებიც იქნებიან ჩვენთან ერთად, ვინც საშობაო ბაზარზე ბაზარში მონაწილეობაზე თქვა უარი და ასეთი არის ძალიან ბევრი 200-ზე
ყველაზე მეტი კომპანია. კიდევ ბევრად კარგი სიტუაცია შეიქმნება. ძალიან სახალხო და საინტერესო ახალი წელი გვექნება იმ ადამიანებს, რომლებსაც გვინდა რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და სწორი გზით წავიდეს. კი, დარწმუნებული ვარ და ამას აუცილებლად იქნება ბოლო. ეს აუცილებლად უნდა უბრალოდ გავძლოთ და რაღაც პერიოდში მოვახერხოთ, რომ გადავიტანოთ ის ყველა კრიზისი, რასაც გავდივართ ახლა. ბევრად მძიმე სიტუაციები გადაგვიტანია ჩვენ თაობას და ძალიან კარგად გვახსოვს, საიდანაც მოვდივართ. ამას ექნება აუცილებლად თავისი ლოგიკური ფინალი. გამორიცხულია, როცა მთელი ერი ეს ერთმუშტად შეკრული ერთი იდეის გამო, აუცილებლად ჩინიდან დაიწყება რღვევები, აუცილებლად ჩამოეშლება თავზე ეს თავიანთი პროპაგანდისტული ტელევიზიები, ერთი ადამიანის წამოსვლა, ორი ადამიანის წამოსვლა ეხლას ბევრს ნიშნავს. ეს ხვალდაზე შეიძლება არ დამთავრდეს, მაგრამ განგზობით პროცესში ეს ჩამოშლა და ეკონომიკური პრობლემა და კოლაფსი ნამდვილად გარდაუვალი იქნება.